მოგესალმებით ძირფესო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ ჩემს ავტოლოგს. მე ვარ მარო კალატოზიშვილი და დღეს ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე. დღეს Outlet Village-ში იმართება ავტომობილების უზარმაზარი ფესტივალი, სადაც თითქმის ყველა ავტოკლუბი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, წარმოდგენილია ძალიან მაგარი მანქანები, იქნება ეს სულ ახალი თუ old school-ი, გაკეთებული თუ ქარხნული, ნებისმიერი ტიპის და რაც ყველაზე მაგარია, დღეს იქნება ძალიან ბევრი გათამაშებები. მე ვარ ამ საღამოს წამყვანი. ამიტომ გვექნება ძალიან ბევრი კონკურსები, სახალისო შეჯიბრებები, პრიზები, რა თქმა უნდა და თან ახლა სანამ ჩემი საქმიანობა დაიწყება და სანამ გაჩვენებთ უშუალოდ ამ ღონისძიების მსვლელობას, მანამდე ხა ჩვენ ჩამოვიაროთ და რა მანქანაც მოგვეწონება, ყველაფერი დავათვალიეროს, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული ავტომობილებია წარმოდგენილი. მანამდე ჩვენი სპონსორები უნდა წარმოადგინოთ, რა თქმა უნდა, ვინც არიან ჩვენი არხის გვერდში მდგომები. პირველი არის ჩვენი გენერალური სპონსორი Trust Import, რომლის საშუალებით შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ავტომობილები ჩამოიყვანოთ ძალიან მაგარი ტარიფით. ჩვენი მეორე სპონსორია ეს Little Tree Georgia და მესამედ ვასახელებ Soccer Georgia-ს, იმიტომ რომ ეხლა უნდა მიგიყვანოთ Soccer Georgia-ს სტენდთან და თან უნდა გაჩვენოთ როგორი სახის აქტივობა აქვს მაგ. მხოლოდ ჩემი არხის კი არა, დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორიც არის Soccer-ი, რომელიც 1 ტონამდე საწვავს ათამაშებს ღონისძიებაზე. თუმცა ჩემ ვიდეოში თამაშდება 50 ლიტრის საწვავი, იმისათვის რომ მოიგოთ, დაწერეთ კომენტარებში ნებისმიერი სახის კომენტარი და შემდეგ გავათამაშოთ რენდომაიზერით, დავუჭერთ ერთ გამარჯვებულს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩემი არხი გამოწერილი. ეხლა მივიდეთ Soccer-ის სტენდთან. მე როგორც ვიცი, მაგრამ აი ადგილზე გავიგებთ უფრო, უნდა ავიღო ერთი ნომერი, ვაგდებ დოლარში და შემდეგ რენდომაიზერით აქაც საწვავი თამაშდება. წავყევით. მოდი ერთი იღბლიანი ამოვიღოთ შუიდან. 190. რეკორდი ჩავაგდოთ. მადლობა ეს. მადლობა. უი, მეგობრებო, და არ დაგავიწყდეთ, აგვისტოს ბოლომდე აქვს Soccer-ს გათამაშება, ყოველ 15 ლიტრს საწვავზე, ან 15 მეტრ კუბ გაზს თუ ჩაასხამთ, მიიღებთ გათამაშების ერთ ბილეთს და აი ძალიან მაგარი პრიზები თამაშდება, ბინება თამაშდება საბურთალოზე, სულ ახალი ელექტროავტომობილი და სამი ფულოდი პრიზი 10,000 ლარის ოდენობით. ამიტომ მე გირჩევთ, რომ მარტო ზაფხულის ბოლომდე კი არა ზოგადად ყოველთვის, მაგრამ ზაფხულის ბოლომდე სულ Soccer-ში ჩაასხათ საწვავი. მე პირადად მივდივარ ხოლმე და სულ ახლა 15 ან 30, 15 ან 30. არც ნაკლები, არც მეტი, იმიტომ რომ ბილეთი არ დავკარგო. ამზოლში არის წარმოდგენილი მთლიანად ამერიკული მუსკულები, როგორც ეძახიან ხოლმე ამერიკული ავტომობილები, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი უნდა განახოთ ახლა. აი ეს. ან ჯერ ხო ვიზუალი აქ ძალიან უცნაური და თან აი ეს ალბათ იფიქრებთ ახლა ფირი არის გადაკრულია, მაგრამ არა. პირდაპირ საღებავით არის აი ეს ნამუშევარი შესრულებული. არტია რა ნამდვილი, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად რაც რა თქმა უნდა ყურადღებას იქცევს არის აი ეს ნიღაბი და წარმომიდგენია ქუჩაში, როდესაც ამით დადიხარ, ალბათ აბსოლუტურად მთელი ყურადღება შენ მხარეს არის. მოდი შიგნით ჩავჯდეთ. ვაუ, როგორი ისეთი აქვს შესაბამისი ინტერიერი აქ ეს წითელი ხავერდი არის გადაკრული აქ შიგნით. ძალიან მაგარია. ამერიკული ავტომობილები სხვა შორის ძალიან მიყვარს და ჩემი ოცნებაც იყო Dodge მინდოდა ხოლმე Challenger-ი. რა მაგარია, მთლიანი ხელები რო ახაჭია. კიდე გაჩვენე. მეორე ძალიან განსხვავებული და უცნაური მანქანა უნდა განახოთ. როგვითხათ რა მანქანაა? მოკლედ ეს არის ძველი პირველი თაობა Subaru Forester-ი. გაკეთებული არის აბსოლუტურად ყველაფერი, ტურბინა, ტრადიში, პორშინი, შატუნი არის აწყობილი მაქვს სხვადასხვანაირად, მოკლედ რა. BMW-ს ბამპერებით. ხო, ანუ მხოლოდ მანქანის ფორმით მივხვდი, რომ ძველი ის იყო Forester-ი იყო, აი ოდესღაც სპორტულს რო დავდახო. ის გააკეთა იმის ხელმოწერა. კი ბატონო, ეს არის ანუ კრეატორი, როგორც ესეთი მე ვარ. ვინც და პერფორმანსა და ძრავი გააკეთა, ეს სალონის შექმნელი რა თქმა უნდა
ეს ვინც ინთეიქის გამშვები ამიწყო, შემშვები ამიწყო, GDM გარაჟის ესე ვთქვა დასერვისებული არის და ჩემი დამხმარე ლევან კვეტენაძე. ძალიან მაგარი მოფიქრება პირველად ხედავ ესეთ რაღაცას, რომ აი ესე ხელმოწერილი. Subaru არის, მოკლედ ესეთი მარტო მე მყავს, შემიძლია თავამათქვა საქართველოში, იმიტომ რომ რამდენი ცხენსა? ნუ ამ ეტაპზე შემიძლია 8 ცხენზეც ვამუშაო ჩაულებრად, მაგრამ 450 მინდა მე მეტი არ მინდა. ძრავი შეინა. სრულიად ყოფნის, ნუ ძრავის ისი არა, მაგრამ ნუ ყოფნის. ნებისმიერ მანქანას შემიძლია თამამად უთხრა თავის სპიდომეტრის დაკეცვამდე ნებისმიერ შემიძლია რომ დაუდგე ესე ვთქვათ რა. ნუ საშუალო სტანდარტული ფასებით ნაწილებზე ყველაფერი გავთვალ დაახლოებით $13,000 იღის მარტო მხოლოდ აი ეს. ძრავი. ნუ სალონი დანარჩენი ABS-ი და ასე შემდეგ კიდე სხვა არის. ნუ სავარაუდოდ მოდი ვთქვათ არც ბევრი, არც ცოტა $15,000. მხოლოდ ეს დამატებითი ნაწილები. აუ ნახე სალონი და მაგრა გაკეთებული. მოდი შორის ამ ინტერიერს ამ ყველაფერს წილადად მე ვაკეთებ. აიოთ როგორ გიპოვენ და ვიდეოში ჩავსვათ თქვენ საკონტაქტოს. მოგეთ მე ვარ გიორგი ციკლაური და ანუ ერთი TikTok-ი მაგაკეთებული, ახალი არის, ნუ ყველაზე ესეთი მომენტი უცებ ქენი TikTok-ი. Auto GTT, ანუ Auto GT ნიშნავს გიორგი ციკლაურის tuning performance. Auto GTT. შეგიძლიათ მოხვიდეთ, რასაც აქედავთ, შეგვიძლია მიიღოთ თქვენ ავტომობილში მაქსიმალური ხარისხი. რა თქმა უნდა, დანარჩენი უკვე შეგიძლიათ ადგილზე ნახოთ რა როგორ ეს სალონი თქვენი შეკერილია. კი ბატონო, ეს არის. ნახე რა მაგარია, შეხედე. ეკო ტყავი არის და ჩემი დიზაინით გუჩის ლაზერით დავაგრავირე და საუკეთესოა თავისი ლუი ელემენტებით პლუს. გოგოებო, თქვენ განსაკუთრებით მოგეწონებათ ეხა ეს ყველაფერი. თუ გინდათ ლუი ვიტონის ან გუჩის სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი, მაშინ კი იცით სადუნო მობრძანდათ. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მაგარი პროექტია და ბრავი, კიდევ მრავალი განგეხორციელებიდეთ ეს. გაიხარე. დაიწყება თამაშები, ძალიან სახალისო თამაშები იქნება და თან ძალიან მაგარი პრიზები თამაშდება. ლიქვიმოლის ვაუჩერები თამაშდება, Outlet Village-ის ვაუჩერები, სოკარის საწვევი, რა თქმა უნდა. მოკლედ მაგარი იქნება. კიდე სასაჩუქრე ფეიქები თამაშდება. ამიტომ ნახოთ ახლა როგორი შეჯიბრი იქნება და ვინები გახდებიან გამარჯვებულები. ეხლა გამოვაცხადებ იმ კონკურსს, რომელიც პირველი ჩატარდება და ვფიქრობ იქნება ყველაზე სახალისო. ეს არის ბაგირის გადაკაჩვა. ვექნება როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში და სამი მიდი. ბრავო, აპლოდისმენტები, მეგობრებო, აპლოდისმენტები. 2 3 მიდი. ამოიხსანით გვერდი მოწინააღმდეგეების ტექნიკა. ისინი ხა გავამხრევოთ მონაწილეები, სანამ დავითვლით. თქვენი ჯანმრთელობისთვის ჯობია უკან დაისვათ. გვეშინია რომ ბაგირი არ გაწყდეს და ვიდეოს არ მოხდეს. აბა. უკან ავიხიოთ მეგობრებო. 1 2 და 3 დავიდა. ოპა, ისე ვიპოვე. ძალიან საინტერესო შეუძლია მეგობრებო და დავიდა. ახულობთ რომ უკვე მაცხენა მხარე წამოიღო, მაგრამ ბალანსის თანასწორობის დაკარგვამ უკვე გადაწყვიტა საბოლოო შეჯიბრი.
ვაიმე, ჩემი 1500. მარჯვენა მხარეს დილობს უკვე დაბრუნება. გამოსდის პასა. საწყლება. მე მგონი მარჯვენა მხარეს უნდა მივანიჭო. სიო. მარჯვენა მხარე ბოლომდე იბოდა. ვაიმე. პრაქტიკულად მიდავიდა დაკამა. გამარჯვებულია მარცხენა მხარე. თქვენ ბავშვები ეძახა და დიდებზე მაგრამ კი იბრძვიან ნახე რა უთანასწორობა. მიდი ბავშვებო ვაიმე რა მაგრები ხარ. ოჩა. მარცხენა მხარე თვითონ დაწინაურდა. რა მაგარი ბავშვებია. გონი მარჯვენა მხარეს დილობს შემოგვინება და გამოსდის კიდევა სპინტოს კი ბატონო მარჯვნივ. ვაიმე ირაკლი მე მგონი არ ვიცი ძალიან რთულია. საოცარი შემოგვინება ვეუბნებო მარცხენა მხარე თავგადასავლეთ. მე მგონი მარცხენა მხარეს უნდა ვარგუნოთ. ოჩა. რა მაგარია. ამას დავიქირავებ ქორწილში. ლამაზესი ბენტლი დგას, მოდი ვნახოთ რა მაგარია. გეგონება რომელი წლიანია ხა ეს ავტომობილი არ ვიცი 1900 რომელიღაცა აი გეგონება 1900 რომელიღაცა წელია და ცენტრიდან გამოიყვანეს ეხა რა დისკები აქ ღმერთო ჩემო ანუ ეს როგორ უნდა შეინახო მანქანა პროსტო ვერ უხდები რა საოცარი გეხოცები მიშ მოდი შიგნით ჩაიხედე აი მაქსიმალურად შენახული ხო სალონი და ეს ღვედები ნახე პირველად ნახე ესეთი რაღაც და ნახე საიდან ამოდის აუ აქედან ამოდის დაბლა ღვედია ძალიან მაგარია და ძველ ავტომობილში რომ თანამედროვე ეკრანი დღეს ჩადგმული იქ ნახე ძალიან ლამაზია და ეს კუდი ძალიან უხდება ზუსტად შესაბამისი. ალბათ რამდენი ფული უნდა გქონო და ოდესღაც ეს მანქანა რო გიყიდა. ეხლა ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდეს ბენტლი რო იყიდო, მაგრამ მაინც old school-ებში კიდე მომეწონა სასწაულად აი ეს ავტომობილი. მფლობელი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვინაი რომ გავესაუბროთ და მოგვიყვეს ამ ავტომობილის შესახებ, მაგრამ მე მგონი გასაუბრების გარეშეც კი რა ვიცი აი სიტყვები ზედმეტია რო იტყვე ზუსტად ეგ შემთხვევა რა საოცარ ლამაზია პროსტო შეხედეთ. ვისაც აზიურები გიყვართ, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველას ძალიან მოგეწონებათ ეს კონკრეტული განსაკუთრებით თავისი ფერის გამო. ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ ფანჯარა არ არის ჩაწეული და ხა დაუკითხავთ ვერ გამოვაღებთ რა ხდება შიგნით, მაგრამ საოცარია. სუპრავისაც გიყვართ, ძველი სუპრა. ძველ სუპრას ზოგადად ძალიან ბევრი ფანი ყავს, მე დიდად არ მომწონს, ახლა ახალი მაგალითად მირჩევნია, მაგრამ ძალიან ბევრი მოყვარული ყავს და წარმოდგენილია აქაც. ეს არის დაცუნი. აი მე რა ლამაზია ნახე. რა ლამაზია და ვაიმე რა შენახული სალონი აქვს. ღმერთო, გეხვეწები მოდიდეთ აქ ჩაიხედე. ეს არის სავარაუდოდ საორთის გაგთბობა გაგრილება? შეხედე, ნახე როგორი ისინი აქვს. აუ და ნახე როგორი მოვლილი, აი საჭე, აი აქედან გადავიღე, გეხოცები საჭე, წინ დეშბორდი, ყველაფერი როგორი ლამაზია. ძალიან ლამაზი მანქანა. ეს მაგალითად დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა. რაზე ვგიჟდები? რა მომწონდა განსაკუთრებით აი ძველი ავტომობილების ფერი.
ძალიან ეხლა დღევანდელ დროში აი იშვიათად უკვე რომელიღაც ავტომწარმოებლებმა დაიწყეს აი ყვითელი ფერის გამოშვება, ხასხასმწვანე და ეგეთი აი როგორც ეხლა მაგალითად ეს ავტომობილებია და რომ ამობენ ხოლმე სამყარო ფერები დაკარგავ, მართლა ეგ შემთხვევა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ დღევანდელ დროში ფუფუნება ესეთი ფერი ქონდეს რომელიმე ავტომობილს, რომელიმე მწარმოებლის მიერ გამოშვებულს. საუკეთესო მაყოჩი მოიღებ მონაწილეობა? კი, რავი, ეგ ნომინაცია თუ კი, აბა რა, ეგ გვექნება. მაშინ ვეცდები რომ მოვიგო. ვეცდებ, მე მგონი უეჭველი მოიგებ. ეხლა გვექნება ცოტა ხანში. 350 ლიტრის ეტოემდე ხენ გიყოფა. რა ვიცი, გააჩნია. წლიდან წლამდე თუ შეჯიბრი არ იყო. მეყოფა, მაგრამ ისე ერთ შეჯიბრზე მეყოფა. ერთ შეჯიბრზე გეყოფა? ესე იგი ეხლა დრაგით გაგრძელება რო გვექნება, აი მაგისთვის მოიგებ. კი. კაია, ეხლა ცოტა ხანში დაგვეწყება ეგ კონკურსი და ვნახავთ სტატუსს. მე მგონი რომ გამარჯვებულს თორემ ოვემსახურებ. კი და თან ოვაციებით, ეხლა შენ ოვაციები გექნება, ეგეთ მე მგონი არ ექნება არავის. ნახოთ. ნახე როგორი პოპულარულია ტატოს მანქანა, შეხედე. არც ერთ მანქანას არ ახვევია ტატო ამდენი ადამიანი. და რომელი წლიანი გოლფია? 99 აღარ მახსოვს. 99. შენზე ასაკიანია? ანუ ამის მეტი აღარ მეტევა, ღმერთო ჩემო. ანუ ესეთი დაბალი მანქანით როგორ უნდა იმოძრავ წარმოდგენას, მაგრამ ძალიან მაგარი ისაკ, ნახე. მანქანების ისროა შიგნით ჩალაგებული და საბარგული როა დოსთავზე. რა მაგარია! ვაუ, ესეთი რაღაცა, ასეთ მაგაზე არასდროს აბა აწიეთ. წინა ციწევა, ნახე. წინ ნახე რომ ხელაზე აიწია. აიგრეა, სანამ იქნებოდა თანამედროვე სპორტკარები იყო ესენი და ხალხი აიმის ყოლით ხარობდა. ხო, ყველაზე მაგარი ტიპი იყავი, ეგეთი მანქანა რო გყავდა მაშინ.
კომანდასთან გამარჯვებული და წაიღოს. პირველს დავასახელებ იმას, ვინც ნამდვილად იმსახურებს თავისი ავტომობილითაც, თავისი ნამუშევრითაც და ყველაფრით. ეს არის რა თქმა უნდა ტატო ბუხაშვილი თავისი 1999 წლის გოლფით, მას გადაეცემა 150 ლარიანი ვაუჩერი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. მეორე ვაუჩერი გადაეცემა ასევე იმ მანქანას, რომელიც ასევე იმსახურებს, იმიტომ რომ სასწაული ხმა გვაჩვენა შესრულება აბსოლუტურად უცნაური მანქანით შეუსწავლო. ეს არის რა თქმა უნდა ჟიგულის მე მგონი ყველაზე ძალიან გამარჯვებით. კიდევ გვექნება ესეთი ღონისძიებები ყოველ წელს, ხო ირაკლი? ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მადლობა ორგანიზატორებს, საქართველოს საავტომობილო კლუბის ფედერაციას და BMW Club Georgias. Bethlehem Racing სეზონის ფარგლებში ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, Soccer Georgia Petroleum's, Liquimos და რა თქმა უნდა ჩვენს მასპინძელს Outlet Village. დროებით შეგიძლიათ დარჩეთ, ისიამოვნოთ ახლა არაჩვეულებრივი შესრულებით და მომავალ შეხვედრამდე მადლობა. მადლობა, შევხვდებით მომავალ. მადლობა ჩემს მაყურებელს ხურებისთვის.